საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 მაისს წმინდა მოციქულ სვიმონ მოშურნე კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგია სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ და აგარაკ წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულეს. უკვე მესამე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს ასევე აფხაზეთობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა დამიანემ ტაძარში შეკრებილები დალოცა და მათ დღესასწაული მიულოცა. დღევანდელი დღე უწმინდესი და უნეტარესის სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დადგენილია როგორც აფხაზეთობა. დღევანდელმა დღემ ჩვენ ისევ გაგვაერთიანა. დღეს ისეთი სახეები ვნახე, რომლებიც დიდი ხანი არ მინახია და ეხლა ვიგრძენი რომ მომნატრებია თურმე ისინი. აფხაზეთი ეს განუყოფელი ნაწილია ჩვენი საქართველოში და ამიტომ ეს დღესასწაული ყველასთვის არის, მთელი საქართველოსთვის არის. მე ყველას მივულოცავ იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან. მივულოცავ იმ დედებს, ძმებს, მამებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი შვილები, დები, ძმები აფხაზეთის ომში. ძალიან რთულია თქმა, რომ უთხრა დედას, შვილ მკვდარ დედას შეუნდე, აპატიე. მაგრამ ჩვენ ქრისტიანები, რომლებიც ყოველთვის ვფიქრობთ მიმტევებლობაზე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს სისხლი არ დაღვრილა ტყუილად. რამე თუ ეს მაგალითი ჩვენ ისევ გაგვაძლიერებს, გაგვამთლიანებს, ისევ ერთ მუშტად შევკრავს და ვიქნებით ერთიანი, მთლიანი საქართველო. წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმინდა იოსებ დამწინდველის შვილი და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული წყლის ღვინოდ გადაქცევა სვიმეონის სახლში აღსრულდა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულით აღფრთოვანებულმა წმინდა სვიმონ კანანელმა მთელი გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, დატოვა ოჯახი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს მოციქულებთან ერთად სვიმონზე გადმოვიდა სულიწმინდის მადლი. წმინდა მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში. როდესაც წმინდა ანდრია პირველწოდებული სკვითების ქვეყანაში გადავიდა, წმინდა სვიმონი აფხაზეთში დარჩა წარმართების მოსაქცევად. წარმართებმა წმინდა მოციქული ქვებით ჩაქოლეს. წმინდა მოციქული დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმონ კანანელის საფლავზე ახალი ათონის მთაზე მონასტერი აშენდა. საქართველოში დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმინდა მოციქული მოღვაწეობდა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს. საქართველოს მიწა ქრისტეს ზიარის სისხლით იკურთხა. სვიმონ კანანელის მიერ დაღვრილი მოწამეობრივი სისხლი არის ჭეშმარიტად მირონი ღვთისა წინაშე და დღეს, როდესაც წმინდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმინდანს, შეგვეციოს, შევთხოვოთ მის სახიერებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი სულიერი ამაღლება. უპირველეს ყოვლისა პატრიარქს და სამღვდელობას მინდა უთხრა უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს დღე გამოცხადა აფხაზეთის დღეებად. ვიხსენეთ აფხაზეთს და მე აქედან მოვიხსენიებ ჩვენ გმირებს გმირთა მოედანზე, მე ეთნო მუზეუმში იქნება შეხვედრები და მთელი დღე მიეძღვნება აფხაზეთს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით აფხაზეთის მაცხოვრებლებს მიულოცო დღევანდელი დღე. წმინდა სიმონ კანანელი ძალიან ძლიერი წმინდანია და სწორედ მისი მადლით ყოფილიყოს აფხაზეთში დაბრუნება. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ის ისტორია, როდესაც ღვინო შემოაკლებათ ერთ-ერთ წვეულებაზე, ეს სწორედ წმინდა სიმონ კანანელთან ხდება და როცა უფალი
წყალს გადააქცევს ღვინოდ. აი ეს ღვინო შემოაგვაყდა დღეს აფხაზებს და ქართველებს და ჩვენ დღეს აი აქ საქართველოში, თბილისში ვიხსენებთ წმინდა სიმონ კანანელს და ძალიან დიდ სიყვარულს და ძალიან დიდ სითბოს უგზავნით ჩვენს აფხაზებს და ძმებს. შემთხვევით რა თქმა უნდა არაფერი არ ხდება და არც ეს არის შემთხვევითი რომ პატრიარქმა ჩვენმა უწმინდესმა აფხაზეთობა დააწესა სიმონ კანანელის დღეს. ანუ ამით მიგვითითა რომ ჩვენი გზა აფხაზეთისკენ გადის უფლის გზაზე, რომ გზა, ანუ აფხაზეთის გასაღები ეს არ არის არსად, არც რუსეთში, არც ევროპაში, არც ამერიკაში, ეს არის უფლის გზა, რომ ეს გასაღები არის ქრისტეს ჯვარზე, რომ ჩვენი გზა არის ჯვარცმის გზა და ჯვარცმის გზა კი არის გზა მიტევების, სიყვარულის, მოთმინების. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით უკვე მესამე წელია 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სასულიერო პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დღევანდელი დღე ერთიანობის დღეა, ერთიანობის სიმბოლოს დღეა დღევანდელი დღე, იმ გმირების სახელისხსენების დღეა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას შეეწირნენ. მოვედით აქ იმისათვის, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ, პატივი ვიცეთ იმ ყველაფერს, რისთვისაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომ ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალ თაობას უკეთესი საქართველო ქონოდა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც იძულებული გახდა საომარი ვითარების გამო გადაადგილებულიყო და რა თქმა უნდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებით აღნიშნება ეს დღე, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ მოვედით ზოგად იმ გმირებთან, რომელმაც თავიანთი სიცოცხლე გასცინეს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ჩვენ პატივს ვუყურებთ მათს. სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსები, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტომასალა და სპორტული შეჯიბრებები. აფხაზეთობის სახალხო დღესასწაული ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდა. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ ლამაზ ტრადიციად და მე ვისურვებდი რომ ერთ დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე აფხაზეთში და სოხუმში. მე მინდა ყველა აფხაზს მიულოცო დღევანდელი დღე. მათ უთხრა რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათთვის ვზრუნავთ და ჩვენ გვინდა რომ მათთან ერთად ვიცხოვროთ შვიდად და გქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული რასთავარია. ჩვენი პოლიტიკა არის მიზანმიმართული სწორედ ამ ურთიერთობის გამტკიცებისკენ, ამ ნდობის აღდგენისკენ და მიმაჩნია რომ ეს გზა მიგვიყვანს აუცილებლად გამარჯვებამდე. აქ სკოლის მოსწავლეები, ბავშვები, რომლებიც აბსოლუტურად შეპყრობილი არიან პატრიოტიზმის გრძნობით, მათთვის სამშობლოს შესახებ, თავისი ქვეყნის შესახებ, ნებისმიერი ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ისტორიული მონაკვეთი იქნება ჩვენს ცხოვრებაში, რა იქნება, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მით უმეტეს, როდესაც ვეხებთ აფხაზეთის თემას, ძალიან კარგია და მივესალმები, რომ ბავშვები ამ დღეს არ ივიწყებენ, არც პედაგოგები არ ივიწყებენ ამ დღეს და არც ერთი ჩვენთაგანი. აფხაზეთი არავის არ დაავეწყდება ჩვენს ხალხს, მაგრამ ყველა შემთხვევაში პატარ-პატარა შეძახილი ყოველთვის საჭიროა და ეს შეძახილი იყო, როგორც მოგახსენეთ, ბატონ პატრიარქის ეს წამოწყება და ის რომ პრემიერი მთელი დღე თითქმის იყოფებოდა ჩვენთან და მან დაიარა ყველაფერი ის, რაც ჩვენ ქონდა მისთვის სანახავი, რა თქვა, ეს არის ჩვენი სტიმული, ეს არის мотиваცია, რომ აქ კი არა მარტო სოხუმშიც დაინახავენ, რომ აფხაზეთი განუყოფელი ნაწილი სიყვარულისა და არა მარტო ტერიტორია არის და ახსოვს ჩვენს მოსახლეობას.
ღონისძიებაზე აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. საღამოს მუსიკალურად აფხაზეთის სახელოვნებო სკოლებისა და სასწავლებლების მოსწავლეები აფორმებდნენ. როგორც დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეკრებილები ამბობდნენ, მათთვის დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და იმედოვნებენ, რომ მალე აფხაზეთობას მშობლიურ კუთხეში, აფხაზეთში აღნიშნავენ. დღეს არის აფხაზეთობა, ეს დღე გვიკურთხა პატრიარქმა. მე ძალიან ვამაყობ ამ დღეს რო აქ გამოვდივარ. დღეს ცეკვავ ქართულს და ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რადგან მე მჯერა რომ აფხაზეთში დავბრუნდებით. მე მაქვს წარმოდგენილი ნახატი აფხაზი გოგონას ღიურიდან და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს აქ გამოსვლა და მენახა ის გულისწყეველი ხალხისთვის, რომელსაც მე თვითონაც და ქართველი ხალხი განიცდის. აფხაზეთობის დღესასწაული თბილისის არტ-ჰოლში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთის ახალი საკონცერტო პროგრამით დაიხურა.